შენ ტელეფონში იწერ ხმას? ხო და მე რომ ამბობ ხოლმე ვითომ რა თქოს წინაზე? ვითომ არიც თორ ეთერში ხართო თუ რაღაცა. დაუბრუნდით. ურა. ვიხარია ახალი წლება ჩაიარა როგორც იქნა, ცოტა მოპუტკუნებულები ხართ, მაგრამ არა უშავს. მე ვაკონტროლებ წონას. კი, შენ. აი ნიკო შენც ძალიან მამაზი დედაკაცია. შულმამაჩუკა დაბადების დღეზე და არის სეზონი თუ ახალ წელზე. მანამდე ახალი დაბადების დღე მქონდა. როგორი იყო აბა ახალი? ჯიმი იდგაფუნე საცივში. არ მიჭამია საცივი. შენ გიჭამია საცივი? კი. ყოველოვანი საცივი თუ რა ხარ დაუბრუნდი თუ დაუბრუნდი ერთი წელია. იმიტომ სხვანაირად ვერ ვიღებდი ცილას. რომელიც კუნთების მუსკულებისთვის რომელიც არის საჭირო. იცი რა არის? აი ახლა მსოფლიოს ჩემპიონი ვინც არის უსიკი კრივში ხო? მაგის ის ნაწყვეტი ვნახე ინტერვიუსი, სადაც ის ლაპარაკობს, ну მოკლედ ჟურნალისტი ეკითხება, რომ ხო დიდი სპორტსმენია, მძიმე წონა, აბსოლუტურად ძალიან ეგეთი დიდი ძალიან ხო და ну ეს ცილებსო, ხორცს ბევრს ჭამო, ხორცო და საერთოდ არაო. საერთოდ არა. ხო აი ესე თევზი რაღაც ის და მე თვითონ ხსნის რომ აი ეს ახლა დანამატებიც მაგრამ თევზეული ну და ეს ბოსტნეული ხილი რაღაც ეგეთი და მოკლედ ისი არის ახლა განვითარებული ერთი ეგ მაგრამ მეორე ძვირი არის ანუ მაგას ახლა უსიქ საშუალება აქვს რომ თავისი ნუტრიციონოლოგი რა ქვია იმას ნუტრიციოლოგი რომელიც დაუჯდება ესენი უნდა მიიღო მე ახლა ორაგული კარგია ცხიმიანია მაგრამ რაღაც ქათმის ფილე უფრო იაფია ვიდრე ორაგულის ფილე და უფრო იაფია ისეთი ნათქვამია კი გაცილებით ამიტომ ქათამიჯობია რომ ხო, ну მოკლედ ის არ არის რა ესეთი ვეგეტარიანელობა იოლის საქმე რა, ხელწამო საკრავი მაგრამ ნუ ამოდის პროტეინების მიღებაც არ არის იოლი, იმიტომ რომ შპროტებს ვერ შეჭამენ. მაგრამ სინამდვილეში ჩემ მეგობარ ვეგანებს რა უთხრა, პირიქით ამბობენ რომ ყველაზე მარტივია უბრალოდ ცოტა მონდომება და პირველი პერიოდი კომფორტის ზონიდან გასვლა სჭირდება და მე ყველაფერი და ხო, მაგრამ აი B ვიტამინების დანამატებს ხო იღები. დანამატების გარეშე მე მგონი არ შეიძლება, ორგანიზმისთვის არის სერიოზული განსაცდელი. მე მგონი შეიძლება, მაგრამ უნდა გაწერილი ქონდეს, ანუ რაც გიყვარს მარტო იმას ვერ ჭამ, რაღაცეები არის რაც გჭირდება და შეიძლება ლობიო არ გიყვარს, მაგრამ მოგიწევს რომ ჭამო იმიტომ. ჩვენმა საუბარმა და საუბრის თემამაც აჩვენა რომ ეს იყო სხვანაირი ახალი წელი იყო, ნიკო აქ არ იყო, ესე იგი შეჯიბრი ცურვაში, ყვინთვაში, საცივში. ხო, სხვანაირი ამბავი იყო, ხო, ჭამასმაზე იმდენი ის არ იყო დაწოლა, რამდენიც წინა წლებში ყოფილა. თუმცა ახლა ვერ ვიტყვი რომ აი ეს ბაზრებში და იმეებში ხალხმრავლობა არ იყო, ალბათ მაინც გაკეთდა ის, რასაც ტრადიციულად ვაკეთებთ, იმ მასშტაბით არ იყო რა. არის საჭმელი თუ გაქვს საშუალება აკეთებს სახში, მაგრამ ხო ნელ-ნელა მივხვდით რომ ჩვენ სახში ესე ქონდა რა სახალწლო სუფრა, აი რამდენიმე კერძი ვქონდა ხდება ჩემთან წავედით და მან გააკეთა რაღაცა კრაბის სალათიც გააკეთა რომ ხო, რომ მეთქი რაღაც სალათიც რომ იყოს, მაგრამ ის არ იყო რა, რომ აი მე გავასაღოთ 5 იანვარს რო ფიქრობ რომ 31-ის რაღაცა ფუჭდება, არ იყო. მე თავის ტკივილი რო არის ბიჭო ის ფუჭდება და აი მოდი ახლა ეს ამას უშველო იმას უშველო სროულობა თუ იყო ნიკო შენსკენ სროულობა მე ვცხოვრობ მეკან ოპერასთან ჩემს გარშემო იყო საახალწლო ზეიმი როდესაც ყველა გამოვიდა ქუჩაში ასე რომ მე ჩემთან შევხვდით და მე მივედი იქა და ჩემთან ისინი სროულობების ხმა არის მოდა. ვინც რუსთაველზე იყო, ამბობდნენ რომ გამაყრუებელი მოკლედ ბევრი ის იყო და ასევე ამბობდნენ რომ ვინც იქ შევხვდით ახალ წელს რაღაც განსაკუთრებით ჯადოსნური გამოცდილება იყო, როგორიც აქამდე ქორშენს შევხვდი, ხო თავზე იყო. მაგრამ მე თან მუშაობდი. სასიამოვნო და უცხო იყო მაგეთ ახალწელი რასაც ვქონდა. ხო, და დიდწილად უშველა ტელევიზიების გასაჭირსაც, ხო? იმიტომ რომ სანახაობაც იყო რა, იქ ღეროდა ხალხი, იქ აღნიშნავდა და ჰქონდათ რეპორტაჟები. ხო, მე მგონი ცოტა დაეზოგათ ფულიც, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაც დაუწერელი ტრადიციის თანახმად ყველა ტელევიზია ვალდებული იყო რაღაც საახალწლო პროგრამა, კონცერტები რაღაცა გქონოდათ და ну ახალი წლის ღამეს ძირითადად ჰქონდათ რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან, სხვა ქალაქებიდან, ასევე ქუჩაში გამოსული
ხალხსა მიცეს ტრიბუნა ალაპარაკეს ამღერეს აცეკვეს და ტელევიზიების ამბავში კიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას მოეღო ბოლო რომ წლის საუკეთესო კურიოზები აღარ აჩვენეს არა ყველაზე ეგ ტრადიცია ნელ-ნელა და მტკივნეული სიკვდილით კვდებოდა იმიტომ რომ უკვე კაი ხანია და არავის აღარ გვეცინებოდა აღარ იყო სასაცილო ეგ იყო აი რუსთავი 2 რომ რუსთავი 2 და იმ დროს რომ ორი არხი იყო და სულ მაგას უყურებდა თან რაც კურიოზები გადამჭერვის ფუნქცია რო არ ქონდა და როვერ დაასევერდი ხო ყველა რაც უნდა აჩვენონ უკვე ყველგან ტრიალებს და ტიკტოკზე თან იგრძნობოდა რომ აი რაღაცნაირად ხელოვნური ელფერი დაკრავდა იმიტომ რომ აი თითქოს იმის გამო არის ეს რაღაც ეს კურიოზი და ასე ვთქვათ შეცდომა დაშვებული რომ მე აი იქ მოხდეს და რაღაც და აი ბოლო სპეციალურად იყო ხოლმე ჩაწერილი ხო ყოველ შემთხვევაში ეჭვი გიჩნდებოდა აშკარად 15 დეკემბერს 5 ჯერ რო ეშლება წამყვანს რაღაც აი მე ღმერთო ჩემო და მე ბოლოს რო ამბობს მე ეს არ გავუშვათ საფრთხო კურიოზებში აი მე მოხდა პოლიტიკოსებიც მაინულობდნენ ხო ახლა ხო ვიცი არა იმისთვის აი ვაშაძის ალო მგონი ეგ იყო აი ნახეთ აი გარმინახოს რა კი ესეთი ცოტა დაღლილი იყო მიკროფონების წინ დგება რომ მოკლედ კომენტარი გააკეთოს და რომ მიდის და აწევს თავს და ხო რო უნდა თქვას რაღაცა ხო უნდა დაიწყოს ლაპარაკი მიესალმოს რაღაც და ალო ეს ამბობს და მე ეცინება მაგაზე ჩვენს კოლეგას ჩვენს ერთ მეგობარს აქვს ეგეთი ზუსტად ეგეთი ისტორია მაშინ რუსთავი 2-ში მუშაობდა და რუსთავი 2-ის დირექტორი ესეთი გონი დათოდვალი ხო რაღაც მოკლედ ესეთი სერიოზულ თათბირებს ატარებდა რაღაც ეს დაძაბული სიტუაციები და ჩვენი კოლეგა შედის ტელეფონზე უძახიან და ესე კარი რო შეაღო ეთქვა ცოტა დაძაბული იმის გამო შეაღო და რომ მიესალმოს და უთხრას რომ ტელეფონ მაშინ ყველას მობილური მოკლედ ხაზის ტელეფონი რომ მუშაობდა და რომ შეაღო კარი ესე და ალო და იყო მაშინაც სასაცილო და ესეც სასაცილო ჩემი მიკროფონი დაახტა მიკროფონი გაისწორე ხოლმე დრო კიდე ეს რამდენი მეტრიანი მაგი დაიყო საახალწლოდ გაშლილი რუსთავი რამოდენიმე მეტრია ეხა საქმე იმაშია რომ მაყურებელს მივმართავ ალბათ გვიყურებენ აქამდე და არის შეკითხვა ესეთი რომ შეეხებიან თუ არა იმ ფაქტს რომ ახალი წლის ღამეს გქონდა ლაპარაკი და 31-ში ღამე და 1 იანვარს ძირითადი განსახილველი თემა იყო რადიო თავისუფლება გახდნენ თუ არა კოცები კრიპტოკოცები კრიპტო ნიშნავს დაფარული მაგრამ მაინც თუ საერთოდ რა ხდება მაგათ თავს შესავალში გავაკეთებ ახლა რომ ვცდილობ რომ ბეწვის ხიდზე გავიარო არანაირად ანუ მანდარი ორი საკითხი პირველი რომ ჯიმი და ნიკოს გასახმოვანებელი არ არის რადიოს პოზიციები ზოგადად თუ რადიო გადაწყვეტს რომ რაღაც თავისი პოზიცია გაამყაროს ან დაამტკიცოს ან ახსნას ან რაღაცა ჩვენი იმის მეშვეობით არ მოხდება ეგა ერთი და მეორე არც გვაქვს მაგის უფლება და არც სურვილი მაგრამ ამავე დროს მე მგონი ძალიან უხერხული იქნება ბუბისთან ვინც გვიყურებს რომ რამე სიტყვით თუ არა და ესეთი რაღაცა მოვიფიქრე რომ ერთი ანუ სხვა მედიაზე როგორც ილაპარაკებდი რა ერთი მოვყვებით რა მოხდა just the facts და მეორე ასევე ვეცდები რომ რაღაცნაირად ვიმსჯელო იმასთან დაკავშირებით რაც მისწავლია ჟურნალისტურს და რაც სამსახურის დროს შემიტყვია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების და ასე შემდეგ დაკავშირებით. და მგონი ნორმალური იქნება, მაგაზე დავალაგდებით. მოკლედ, ამბავი თუ ბოლო დღეებში შესულხართ Facebook-ზე, შეხვდებოდათ რადიო თავისუფლება დათაგული ან გინებით, ან ცოტა უფრო ზრდილობიანი გინებით და შემდეგ იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აი რაღაცა ერთს ნიმუშს მოვიყვა, ეს რადიო თავისუფლება და დათაგული იყო და ახლა რამეს იზამთ, ახლა რამეს გააკეთებთ, ბოდის მოიხდით, რადიო თავისუფლება დათაგული არის თუ აღარ დაგახუროთ დედის გენიტალიები თავს. ხო, მეც შეხვდა ეგეთ და წავშალენ. მაგითი შემხვდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მეთქი რატო გვაგინა, აი მე რატო მაგინებდე და თან ფრენდი. თან ფრენდი, ხო, ნუ მე განვაფრენდე, იმიტომ რომ რადგინე ისინი არიან ჩვენ რადიოს ვაგინებთ, შენ რა შენ კედლებს ხო არაგინებენ, ან მაგინებენ ან ჯიმის და ან ჯაპიკას და ან ნათიას და არც ერთი არ გამდის აქედან, მაგრამ ოკეი, გვერდზე გადავიდეთ, ან მაგას არ პასუხობთ. რაში იყო საქმე? ორ რამეში რეალურად, ანუ რადიო თავისუფლების განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 31-ში რამე გაუშვით სახელმწიფო მილოცვები და მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტი ეწერა და ნუ პირველი ის იყო რომ ოე პრეზიდენტს ნუ აწერთ რაღაცა ისქენით რატომ იправებთ ყაველაშვილის პრეზიდენტობას და რატომ ანიჭებთ მას ლეგიტიმურობას ეს იყო ერთი მხარე და მეორე იყო ამასთან დაკავშირებული კიდევ
უცებ რო გაუჩნდათ შეკითხვები, რომ ხომ არ რაშია საქმე. ანუ რატო იყო რომ ახალი წლის ღამეს სადღაც ერთ-ერთ ნიუსში გვეწერა რომ 1000-ობით ადამიანი იყო და არა 10000-ობით. რომ მაგიდის მეტრაჟი როგორ იყო გათვლილი. ამას შემდეგ კიდევ მოყავს ხო? რამდენიმე მეტრიანი ესე იყო და ამ დროს იყო კილომეტრზე მეტი. რამდენიმე მეტრიანი გვეწერა, ხო? და მე აი მაგაზე გახურდა რომ კიდევ დაიწყო ამოქეკვა იმისა რომ სადმე ხო არ რავი მინიშნება ხო არა გვაქვს რომ რას შვებიან ესენი მათ შორის იყო ისეთი უფლებადამცველები იდაბახტურიძეს ქონდა მაგალითად რომ არ ქონდა მითითებული რომ საახალწლო კონცერტის დროს სამთავრობო ტაში ჩაწერილი იყო ან რომ სადღაც არ ქონდა ნახსენები რომ ლაივში არ იყო არ ქონდა მითითებული რომ ლაივში არ იყო ეს კონცერტიო ლაივში არ მიდიოდა ხო მე არ ვიცი ახლა ანუ ალბათ არ მიდიოდა ხო ჩანაწერი გაუშვეს ხო მოკლედ მანდ არის ორი საკითხი პირველი ზოგადად ანუ შეიძლება პატარა შესავალებით გავაკეთო ასე რომ მე ვარ მას კომუნიკაციების მაგისტრი რაც სამაგისტრო ხარ რაღაცებში ვერ ყო მთელი ცხოვრება ალბათ 30 წელი არა ჟურნალისტი ვარ შენ წელია დაახლოებით ცოტა მეტი შეიძლება და თან ნუ აი სულ რო ფიქრობ იმასთან მოკლედ რა რაღაცა ცოდნა მაქვს ამ ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით და ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ყოველგვარი მოკრძალების გარეშე მაგრამ ამავე დროს აი აქ სამსახურში გქონია და ალბათ ყოველდღე გვაქვს ხოლმე ხან ერთთან ხან მეორესთან კამათი განხილვა რაღაც საკითხების რომ ესეა სწორი თუ ისეა სწორი და ხშირ შემთხვევაში ანუ ესე ხოლმე შეიძლება მე ჩემი გონია რომ მართალია მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ რომ თქო გელარო რაღაცას მეუბნება ის არ არის მართალი იმის თქმა უნდა რომ პირველი საკითხი რომ როგორ უნდა მოიხსენიებდეს მედია ვთქვათ ყაველაშვილს ან კობახიძეს ან ასე შემდეგ აბუაშვილს თუ ოდნავ მაინც ვინმე ჟურნალისტიკასთან გაუვლია და გულით ფიქრობს ამაზე არავინ არ იტყვის რომ ეს არის ცალსახად და იოლად გადასაჭრელი საკითხი არც ერთი ჩემი ნაცნობი მეგობარი თუ რაღაცა ვინც სხვა მედიებში მუშაობს აქაც თუ ვინმე იტყვის ვაი ფუ მარტივია ერთ ხელის მოსმით რაღაც გააკეთებ არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ არ არის. შეიძლება ვიღაცამ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ყველა ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კაი ხანი იმსჯელებდა. ანუ ნებისმიერი რედაქცია სადაც არის 5 კაცით უზის, 10 კაცით უზის, რამდენიმე საათიანი კამათის ის არის, თუ აი გულწრფელად უტკები მაგას. იმიტომ რომ ეხა ეს მე როგორც ვხედავ, მანდ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როგორ უნდა მოიხსენიოს მედიამ ზოგადად არჩევნების შემდეგ რაც მოხდა, ვინც იქნა არჩეული ისინი, ანუ არ არის ლაპარაკი მაინდა-მაინც პრეზიდენტია თუ არა ყაველაშვილი. მარტო ყაველაშვილმა არა დააშავა, ანუ მაშინ ამბობ რომ ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა ურთიერთობის კომიტეტის თვითგამოცხადებული მოკლედ რა, რომელიც არის მნიშვნელოვანი ძალიან ისეთი დასაფიქრებელი ძიმე თემა თითოეული მედიისთვის, რომელიც ზოგმა შეიძლება ესე გადაწყვეტოს, ზოგმა შეიძლება ისე გადაწყვეტოს, მაგრამ ეგრეა რა, ჩვენი ვინც არიან კოლეგები, ვისთანაც ერთად რაღაცა აზრს გავცვლით, გამოვცვლით, გარეთ ვისაც ვხვდებით, ხოლმე არა რადიო თავისუფლების, არამედ ვხვდებით. იმათაც ჰქონდათ, რავი, ზოგს თავისი დაწერილი, ზოგს სხვისი დაწერილი, როგორ იმსჯელეს და რომ არც ერთი რჯელობა არ ყოფილა 5 წუთიანი და 10 წუთიანი და რაღაცა იული საკითხი არ არის რა. ეს კიდევ ერთხელ მე მგონი ცალსახად ვაჩვენებ, მაგრამ მაინც ის რომ ეს მე და ჯიმი ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ ზოგად საკითხზე. ანუ არ მინდა არც ერთი წამით გამოვიდეს, რომ რაღაცნაირად რადიო თავისუფლების პოზიციაზე ვაკეთებ კომენტარს ან ესე ან ისე, იმიტომ რომ ჩემი საქმე არ არის. არც გაправება მინდა, არც გაძაგება მინდა თუ რა თქვა, არ არის. ხო, ფაქტებზე დარწმუნებით ვცდილობ აღწერო სიტუაცია. სხვასთან რო იყოს რაღაცა სიტუაცია, როგორ იმას ვიზამთრებ. ამავე დროს აი მეგობრებსაც ხო ველაპარაკები ამ ხნის განმავლობაში მყავს რამდენიმე და გაახვალ და მუდმივად იჭრებოდა ხოლმე ესეთი საკითხი ხალხთან დგომის. შენც არა თქვა მსქორიძე რომ აი ხალხთან უნდა დადგე თუ არ უნდა დადგე. რომელიც ასევე ჩემი განათლების და იმის ანუ ჩემაზეც ვამბობ ხა, მაგრამ არის სრულიად ყველაზე გავრცელებული აზრია ჟურნალისტიკის მას კომუნიკაციის ხალხში. ერთხელ სხვას არ ვასწავლე, ანუ ვიღაც ნანუკა ჟორჟოლიანს და სესილი ბოჭეძეს არ ვეუბნები როგორ მოიქცეს, იმას თავისი ის აქვს. ორივეს ქონდა კომენტარი ამასთან დაკავშირებით, მაგიტო ისქენი, მაგრამ ხალხთან დადგომა არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში რაღაცა, რაც მედიამ შეიძლება გააკეთოს, პატრიოტულმა მედიამ დაახლოებით იგივე, რაც არის მთავრობასთან დგომა, იმიტომ რომ ხალხი რა არის, ძალიან რთულად ჩამოსაყალიბებელი საკითხია, გვერდზე დგომა რა არის, ეგეც რთულად ჩამოსაყალიბებელი საკითხია. და პრინციპში ჩემი აზრია რომ ჟურნალისტის საქმე არ არის რომ ხალხთან იდგეს, არამედ რომ სიმართლე წეროს.
ან აშუქოს. ეხლა სიმართლე რა არის, ეგ ცალკე მაგაზე წიგნები შეიძლება დაიწეროს, რომ აი რა არ არის იური გადასაჭრელი საკითხი ეგეც, მაგრამ ერთი წამით ეგ დავიკიდოთ, თუ სიმართლეს ამბობდა ეს ხალხის ინტერესებში, თქვათ ვიღაცა სხვამ შეიძლება გამოიყენოს სათავისოდ. ოღონდ სიმართლეს წერ რა ეგრე არის. ბაში სიმართლეს წერ. არა ხარ მხარე ამ დაპირისპირებაში, რაც კიდევ ერთხელ მხარე რო არა ხარ, ეგ არ არის ადვილი საკითხი, ეს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, მაგაზე შემიძლია საათნახევარი ვლაპარაკო, ლექციები მომისმენია ძალიან ჭკვიანური და სტუდენტებს ვასწავლებ და მეც დამიკითხავს და სულ არის ხოლმე, აი როგორ შეიძლება გააკეთო რანაირად, მაგრამ არის რაღაცა საითქენაც ისწრაფ. ანუ ჟურნალისტური სტანდარტები, ჟურნალისტური ეთიკა არ არის ათინცნება რაღაც პროცესი არის. გზა და გზა ყოველჯერზე იღებ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ აი როგორც გვეკითხებოდნენ, რომ პრაღაში სტანდარტები აქვს თუ რაღაცა სად იქნება ჩამოწერილი წინასწარ საახალწლოდ როგორ უნდა მოიქცეს თბილისის ბიურო ყველა შულს დააწეროს თუ არ დააწეროს 5 წლის წინ მაგას ვინ დაწერდა სადღაცა ხო ანუ პროცესი ემხრე რომ ამბობ რომ აი ნახე ჩვენ ეს ღირებულებები გვაქვს რაღაცას რო ვაკეთებთ ეს მტკიცებულება ის წონა არის საჭირო რა როგორ წარმომიდგენა არ მოგხდეთ რეალურად და კიდევ ერთხელ პროცესზე არ ვაკეთებ კომენტარს ვთქვი რომ არ გამექცეს და რაღაცა ისე ვქნა მაგრამ მე მგონი ჯერჯერობით თქო რომ შენთან არ ამბობ ხო ისო და მეორე საკითხსაც შეეხება ანუ კაი თქვათ ის პრეზიდენტის საკითხი გავიარეთ და მე წერდნენ რომ იმას რა უყოთ რომ რამდენიმე 1000 კაცი ეწერა იქა ანუ რამდენიმე მეტრიანი მაგი დაეწერა როცა შეიძლება 10-ობით მეტრი თუ 100-ობით მეტრი იყო კილომეტრი ხო კილომეტრი ასეულობით მეტრი კი ბატონო თუ არ გაზომე ზუსტად შეგიძლია დაახლოებით თვალით ისა თქვა ან მე კიდე ჩახედო რომ ტაში რო ჩაწერილი იყო გავუშვი თუ არა რაღაცა თქვი თუ არა მაგისთვის ახლა თითო სიტყვას თუ გამოვაკიდები ნებისმიერ მედიას შეიძლება თუ წინასწარ განწყობა გაქვს ან ესე დაინახო ან ისე დაინახო მაგალითად თქვა იმედი როდებს ხოლმე რომ რაღაც აქ ტრაგედია მოხდა და საღამოს დაიდო ნიუსი რომ ნორვეგიაში წელს გავს ტრაგედია მოხდა და ბევრად უარესი მაშინ აზიარებენ ხოლმე ამას იმ ხრივ რომ აი ნახე გაправება არის ირიბი ხან არის ხოლმე და ხან შეიძლება არ იყოს იმიტომ რომ თუ მაგ ტიპის ნიუსები ყოველდღე იდება იმის და მიუხედავად საქართველოში რა ხდება მაშინ ნუ გამოდის რომ მაგას დებენ ხოლმე იცი რა ვამბობ რა თითო სიტყვით თითო ნიუსით თითო რაღაცით რთულია რომ რაღაცა განსაზღვრო კი ეხლა ჩვენ მას კომუნიკაციის სფეროში მაგისტრის გვაქვს ხოლმე სხვა კვლევის ჩვენ მას კომუნიკაციის მაგისტრები ხო რომელიც შეიძლება იყოს კონტენტ ანალიზი რომელიც შეიძლება იყოს რაღაც ჩაღრმავება ცხადია რომ უმეტესობა ადამიანებს ახლა კონტენტ ანალიზს ხوار დაიწყებს მაგრამ ჩემი აზრით ადვილია რომ ვაიბი დაიჭირო ანუ ის კი არა რომ თუ გაინტერესებს რომ აი რაღაც ჩქმალავს თუ არა ეს კონკრეტული მედია რამდენი ადამიანი იყო მისული რუსთაველზე შეხედო რომ 31-მეთში პირველში რეები ედოთ ზოგადად რომ რა შემთხვევით ქონდა თუ არა დრონი საიდანაც ზევიდან არის გადაღებული იყო თუ არა რამდენიმე ლაივი ჩართულობით სადაც ნაჩვენები იყო ხალხი არის და არ არის ქონდა თუ არა რაღაცა YouTube-ზე ვიდეო rilsები იყო თუ არა დადებული რომელიც გაჩვენებდა ეგ რა ვითარება იყო მე მიიღო შენით გადაწყვეტილება რა მაგრამ ესე სათითაო თითო სიტყვაზე რომ აი ლუპით რომ რაღაცა ის იმანეს ხნა თუ იმანეს ხნა ვისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს ბაზარი არ არის მაგრამ რეალურად მე თუ ვინმეზე მედიაზე მინდა რომ შტაბეჭდილება შევიქმნა ერთ ნიუს კი არ ჩავკეთებ შევხედავ იმ დღეს და ერთი კვირის წინ კი არა იმ დღეს რა გააკეთეს და თუ კიდე შეხედავ ერთი თვის განმავლობაში რა გააკეთეს ეგეც არ იქნება ცუდი ხო სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ იყო ესე იგი ბაბლის ნაწილი რომელიც აი ესეთი შორის სურათიდან ხედავდა და რა მოგივიდათ ხო რადიო თავისუფლებაზე ლაპარაკობთ შეხედეთ მანამდე რა ბოლო 1 თვე ბოლო 1 წელი ბოლო 10 წელი 20 წელი 30 წელი რა უკეთებიათ ახლა ის სიტყვაზე ხო ეს მაგიდის სიგრძე და ის ხალხის რაოდენობა ხო შეიძლება აკლდა სიზუსტე უფრო ასე ვთქვათ გრძნობიარე ხელსაწყოთი იყო გასაზომი და ასე მე მოგიწოდებ რომ კომენტარი არ გააკეთო ჩვენს იმაზე არამედ განავრცე სხვა ვიღაცა ვინც დაწერდა რამდენიმე მეტრიანი მაგიდას შეიძლებოდა რომ ხო მაგრამ ვორდინგის უდასახვეწია ხო აი რაღაცა შეიძლება ვიღაცას რომ მოიხსენია ხალხი მორჩები ლაპარაკობს ვიცი რომ ბევრი მომივიდა შეიძლება იქ თქვა რომ არ დაწერო რომ ეს არის არაღიარებული მარტო ოპოზიციის მიერ, იმიტომ რომ ნახე ბევრი ხალხია რომელიც მაგას აკეთებდა მე ხო ოკეი whatever ან შეიძლება დავხვეწო რომ ზუსტად სიტყვები როგორი წერება რომ მართალი იყოს ხო აი ეს მაგიდის სიგრძე და ხალხის რაოდენობა ცალკე აღებული ხო არასერიოზული არის ამის მიხედვით რაღაც დასკვნების გაკეთება იმიტომ რომ მილიონი სიუჟეტი არის იქვე წინ და უკან სადაც ხალხიც ჩანს შორიდანაც ახლოდანაც აზრსაც გამოთქვამენ და როგორ მოვიდნენ აქამდე ისიც არის ნაჩვენები და ეს ერთი ის რაღაცნაირად ხო აი
აი თან რა არის იცი ეს სწრაფად გიწევს დროში ხო მუშაობა და რაღაც და შეიძლება გამოგჩეს ეს ამბავი ესეც გაითვალისწინე რომ ხო აი სიტყვაზე შენ იქ იყავი და ეს მაგი და ბევრად გრძელი იყო სიტყვაზე და ხალხიც ბევრად მეტი იდგა მაგიდასთან მაგრამ ნუ არის თუ არა ეს იმ მასშტაბის ამბავი ხო რომ აი ამის მიხედვით რაღაც შორს მიმავალი დასკვნები გააკეთო კონტექსტში შეხედო რომ დანარჩენი რა არის კიდე და მე ხო ახლა ამ იმაზე ხო აღწერებზე ხო აი ყურე როგორი რაღაც არის უნიკალური შემთხვევა გვაქვს და პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე de facto-ა მოვალეობის შემსრულებელია რომელთა ლეგიტიმაცია ეჭქვეს არის უყურე როგორი რაღაც არის რა ტიპის გამოწვევები არის და ყოველთვის რაღაც თან ჩქარობ თან იმიტომ რომ ეს მედია არის და კი სიზუსტე და სისწრაფე ორი კომპონენტია აქ ამ ამბავს ხო და რთულად აღსაწერი ამბავია შენ გჭირდება ლაკონურად თან ხო უყურე როგორი რაღაც არის ტიტრში წერ მე კიდე განმარტავ ამას ტექსტში ხო მაგრამ აი უყურე ეს არის საკმარისი აქ ნახა იქ არ ნახა იქ იმ აღწერაში არის სრულყოფილი ახლა ჩვენ ისეთი სიტუაცია გვაქვს არანაირი ინსტრუქცია წინასწარი არ გექნებოდა აი ესეთი კონტექსტის შემოტანა გჭირდება რომ აღწერო ეს ტიპი ვინ არის აი ახლა ვინ გელაპარაკება ხო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეს არ არის ზუსტი de facto პრეზიდენტი ასევე არ არის ზუსტი ხო ვიღაცისთვის de facto-ა ვიღაცისთვის არ არის და რთულად აღსაწერი არის უფრო ხო აი ესეთი რაღაც არის და უბრალოდ რა არის იცი მე იმ ტიპების მესმის ვინც ამბობს რომ ეს რა არის ეს როგორ მოგივიდა თან აი ასეთი მიდგომით მაგრამ ის რომ აი ეს ხო ვიცოდით და აი ეს შეთქმულების თეორია ნუ ახლა ისეთი ისა გვაქვს პოლიტიკური კლასი და ისეთი პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს რომ ეს შეთქმულების თეორია იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და ხო აქ კიდე ვიღაცები აქტიურობენ ხო აი მამალი ერთი მხრიდან ტიპებისთვის აუ ეგენი ხო KGB თავის დროზე მაგათი ინდოქტრინებული რაღაც ისის და აქეთა მხრიდან ეგენი ხო ისა CIA აი თუ რაღაცის მოსახან ვცდილობდი რომ შენც მოგწესდეს განკითხვის დღეს ამაში რომ თავიდან ამბავი რო ატყდა ხო იცი მაინც ახლა შეპირადად არ გეხება მაგრამ როგორ არ გეხება ახლა ჩემი ნახევარ იდენტო აი დილას იყო და ვიღაცებს ბანაობის დროს ვიღაცებს ეკამათებოდი მე რო ვფიქრობდი აი ჩემი გადასაწყვეტი არ არის ჩემი კიდე კაირო ეგ არ არის რაღაცა ვისიც არის იმან უფრო ინერვიულოს ამ შემდეგ და მე ვცდილობ რომ აი რაღაცებს გავწდე მაგრამ ხანდახან მაინც გახსენდება რომ კონკრეტულად რომ მოგიხსენიები ჯიმი და ნიკოზე ეწერა ვიღაცას რომ ეხლა ეგენი გამოვლენ როგორც ყოველთვის გაპროებას დაიწყენა და ყანწი უნდა გავთხარო ტრაქში ერთი გოგო წერდა რომელიც ჯერ მკითხა იქნება არ მინდა. ნიკო იცი რა არის ახლა რაღაც ასაკში ისეთი ისაგა ბადრუკი სექსუალური ცხოვრება რომ რა ვიცია. ჯერ უნდა კითხო ანუ ისე არის ძალადობა არის consent ანუ თანხმობა თუ არა ყველაფერი ძალადობაა და მე კითხე ვიდრე ალბათ ჩემ თავზე მივიღე არ მგონი ჯიმის ხო არა თან მე ყველაზე უცნაური არის რომ აი კამპანიური ხასიათი როა და ვიღაც ტიპები რო ცდილობენ დაეწიონ და რაღაც ახალი შემატონ ხო აი ეს იყო ერთს ეწერა ესეთი რაღაცა რომ მეო მახსოვსო აი ეს მახსოვსო რომ აი ონკოპაციენტების აქციები რო იყო იქაო ერთი ჟურნალისტი იყო მოსულიო ხო და იქაო რაღაც ესეთიო რაღაც აგრესიულად იქცეოდა რაღაც კითხვებს ვავდაო ისაო და რო წავიდაო ვკითხეო ვინ არის საიდან იყო და რადიო თავისუფლებიდან აი მომეშა ხო ახლა ხო ყოველდღიურად ხო ვკითხულობ ჩემ კოლეგები რას წერენ და მახსოვს ეგ აქციები და რეებს წერდნენ აი ახლა ვინც გვისმენთ ან გვიყურებთ ხო აი დაგუგლეთ ონკოპაციენტები ან აქცია რადიო თავისუფლება აი Google-ში ჩაწერეთ ამოგიყრით 4 თუ 5 ვრცელ მასალას აი გულისყურით თვითონ პაციენტები აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეები ჩაწერილი მათი პრობლემები უამრავი სხვა რესპონდენტი მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდან იქ აი პასუხს რო თხოვენ რომ რატო ეს არ არის ეს უნდა იყოს თუ არ იყოს და აი მოკლედ ვრცელი ესეთი გულიანი საფუძვლიანი მასალა გაკეთებული რამოდენიმე ხო კაი ახლა ნუ აი ის არის ახლა ვიღაცას ეწერა ამ ახალწელს აი ჩვენთან იყო თუ არა ეს პოგრომები აი როგორც რუსეთის იმპერიაში და სხვა იმეებში და ხო სტერეოტიპი არის რომ ჩვენთანაც კი იყო პოგრომები იყო ოღონდ პატარა მასშტაბის და რაღაცას აი ებრაელებს რომ მე-19 საუკუნის ბოლოს და საუკუნის დასაწყისშიც იყო ნუ ხო და
იქ იყო ეგრე, აი შარს რომ მოსდებენ, რომ აი მაცაში ბავშვი სიხსუ. ახაც ესე იწყებენ, რომ ახლა რადიო თავისუფლების, აბა, რადიო თავისუფლების თანამშრომელი ახლა ონკო პაციენტს წიხლს დააჭერდა, აბა რას იზავდა. მან თავი პრობლემა არის, აი განხილვის სივრცის არარსებობა, იმიტომ რომ ბევრი თქვა თავის პოზიციას გამოთქვამდა, არც ილანძღებოდა, არც იგინებოდა, რეალურად შეკითხვა ჰქონდა, რომ რაღაც ხო, აი მოყარეს პირში უძრახე რაც არის, ახლა შეიძლება რაღაცა არ მოგეწონა, რა აი შენთვის ძვირფასმა მედიამ რაღაცა გააკეთა და კრიტიკულად მიაწვე ან დაწერო ან რაღაცა, მაგრამ ხო, მაგრამ აი აღარ დარჩა მაგისი და კანცი. ხო და მოკლედ იმას ვამბობ, რომ აი პრობლემა არის, რომ მთელი თქვა ჩვენი სივრცე ჟურნალისტების ყოველ შემთხვევაში რაღაცა რა არის სწორი რა არ არის რაღაც გარეთ ერთმანეთთან ფილდზე გაშუქებისას რო შეხება გაქვს მაგ დროს რაღაცა ერთმანეთს შეიძლება ეგრე გაუზიარო ის რომ რატო თქვა არ ხსნის ვიღაცა რომელიღაცა მედია თავის პოზიციას Facebook-ზე ზოგი ხსნის ზოგი არა მაგრამ Facebook-ზე მაგისი განხილვა არის ძალიან რთული იმიტომ რომ ყველა კონკრეტულად ყველას ტაიმლაინი თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნუ ხო რაღაცებს რო წერ იმიტომ წერ რომ იმეჩნია რომ განსახილველი ამიტომ დაგისვი შენ შეკითხვა შენ შეიძლება 20 კაცის წელს ამ დროს ხარ და თქვა გაცემ მოკლედ რთული ამბავია რა კიდევ ერთხელ არის ბევრი რაღაცა რაც არის სამსჯელო და სუდია ის რომ უფრო და უფრო ნაკლები სივრცეები რჩება ამის განსახილველად და რო არის რაღაცა ყოველდღიური ციკლი რო ეხარაზე ბრაზდებით და მოგეშველე შენც რაღაცა თქვი. ხო, არა, ეგრე არის კაცო. ჩემთვის ყველაზე ცუდი და ყველაზე აი ის რაც არის აი ესეთი დროულად საშველი და გასამეჯნი არის ეს რომ აქტივიზმი და ჟურნალისტიკა რაღაცნაირად უნდა მოახერხონ და დისტანცირდნენ, ხო? ეს არც ცუდია და არც კარგია, ეს არის აი მოცემულობა, რომ ის საზოგადოება, მისი აქტიური ნაწილი, სამოქალაქო სექტორი რაღაცნაირად დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს პარტიები და მედია იყოს მედია ყოველთვის უნდა ცდილობდეს რომ მაინც აი გარედან შეხედოს პროცესებს. გარედან როგორ, ნუ იყოს პროცესებში, პროცესის მონაწილე არ უნდა იყოს, პროცესის შემქმნელი არ უნდა იყოს, ხო? აღმწერი, დამკვირვებელი, ნუ ტრიბუნის მიმცემი და ასე შემდეგ. ხო გეუბნები, ძალიან უცნაურ დროს გავდივართ პერიოდს, სადაც აი მთელი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ძალისხმევა, პროპაგანდა მიმართული არის, რომ სურათი გაბლაროს, ყველაფერი ერთმანეთში გადაზილოს. აი შენ ცდილობ რომ რაღაცა იყო შეინარჩუნო ეს დისტანცია, შეინარჩუნო შენი ხმა, მაგრამ აი ყველანაირი ძალისხმევა იხარჯება და გეუბნება შენ ნაცი ხარ, შენ ნაციონალური მოძრაობა ხარ, შენ მედია არა აქვს მნიშვნელობა, ხო? არა ხარ ხელისუფლებისაგან განსხვავებული ხმა გაქვს? ხარ ნაცი, ხარ ოპოზიცია, ხარ პოლიტიკურად დაინტერესებული. შენ როგორ თქვა შალო პაპაშვილმა არ ხსენებია კონკრეტულად, მაგრამ უცხო ქვეყნის პროპაგანდისტული მედია. ხო, აი და თან როგორი უცნაური იყო ის ავტორსაც ჰქონდა მე რომ ეს საკითხული და შინაარსის გააზრების პრობლემა აქვს, ხო? ანუ უყურე წარმოიდგინე, ხარ შენ უცხოური გავლენის აგენტი რაღაც იმ deep states და იმას რა ქვია გლობალური ომის პარტიას ემსახურები, ინტერვიუს იღებ და აი იმდენი ის არა გაქვს შესაძლებლობა ან მოხერხება ან რა ვიცი ეშმაკობა რომ შენი საწინააღმდეგო ასე ვთქვათ იქ მისი თვალსაზრისით არგუმენტებისგან გამოშიგნო ან საერთოდ არ დადო. ანუ ეხლა უნდა აუხსნათ იმ ხორიძემაც კი არის ის რაზე ლაპარაკი. ვაჟას და ბოდიში მოიხადე ვიცი კაცო ვაჟებმა. ხო ეუთოს მაგრამ სანამ ამას ვიტყვით ხო უცბად ერთწამიანი პაუზა გავაკეთოთ და გავაგრძელოთ. ოკეი. შეიძლება? ანუ ერთწამი ტაში დავუკარეთ თუ გინდა? მოკლედ რო ავხსნათ რაზე იყო ლაპარაკი ვაჟა თავბერიძეს ჩვენს კოლეგას ჰქონდა ინტერვიუ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ეს პია კაუმა ხო რომელიც აპირებდა რომ ჩამოსულიყო საქართველოში და შემდეგ გადადოს ვიზიტი და და ერთ-ერთი რასაც ამბობდა რომ არ არის ჩემი მანდატიო რომ მე გადავწყვიტო ლეგიტიმური ვინ არისო და ვინ არ არისო ასევე თქვენ შიდა ამბავი არისო ეგა თქვენ უნდა გადაწყვიტოთო ხო? ხო და მაგას დავამატებ რომ ეს ერთი მნიშვნელოვანი რაზეც თავიდან ვლაპარაკობდით რომ მედია მიანიჭა თუ არა მანდატი ლეგიტიმურობა აღიარა თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის რომელიც მაგას ცალსახე პასუხია რომ ჩვენ არც ვაღიარებთ არც არ ვაღიარებთ ჩვენი მანდატი ჩვენი საქმე არ არის საერთოდ რომ ვიღაცა ვაღიაროთ ან არ ვაღიაროთ. ისევე როგორც თქვა ეუთოს სანამკვირვებლო მისიას არ ქონია მანდატი რომ დაწეროს იქ რომ არის თუ არა ლეგიტიმური იმას აქვს მანდატი რომ დაწეროს რა დარღვევები იყო რა დაინახეს და როგორი იყო.
ხო, მოკლედ და ეს ინტერვიუ ქონდა დაშიარებული და აი რაღაცნაირად ისე ქონდა შემოტრიალებული, რომ აიო ეს და ანუ ახლა თუ მართლა ეს ყველა ხო და პაპაშვილს ეწერა რომ აი ნახე როგორ შეუსრულაო პიაკაუმასმა ამ პროპაგანდისტულ იმას რომელიც კითხვა დაუსვა იმან უპასუხა და თან ხო არა მე იმას ვამბობ რომ ესე ხო შეეძლო თუ აი როგორც თვითონ პროპაგანდა მოიქცეოდა თუ დაუშვათ და რაღაც ისეთი არგუმენტებია რომელიც მისი აზრით მე არ მაწყობს ხო რატო გამოვაქვეყნებ ხო სრულიად სხვაგან არის აი ახლა ის წერილი თუ წაიკითხე იმით ამათი პოლიტბიუროსი ნუ მართველი პარტიის deep state-ზე რო იყო ლაპარაკი ნუ რაღაც უზარმაზარი წერილი და გეუბნები აი მთელი სერიოზულობით ნუ აი სრულიად ვირტუალურ სამყაროში გადაყავთ აი პოლიტიკური ცხოვრება აი არანაირი რეალობასთან კავშირი აღარ არის ის ძალიან მაგარი წინადადება იყო რომ ვინცო ჩვენ წინამდე გამოდისო ნებისმიერიო დედიანბუდიან სულ deep state-ის აგენტია რომელიც ანუ სახეს და გვარს აღარ აქვს მნიშვნელობა ეს ძალიან გავს 2009 წელს აი სააკაშვილი რო გადადგა და მე საპრეზიდენტო არჩევნები რო იყო იქ ბადრი პატარკაცის შვილიც იყო ერთ-ერთი კანდიდატი პრეზიდენტობის და შეჯიბრი იყო ახლა ის ბადრის პატარკაცისთვისაც ამ უწურავი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდა ერთი კაცის არ იყოს ხო და იქ იყო ესე რომ ხო არის ეს შეჯიბრი რომ აი პენსიას გავსდი ამდენით აქედან ის ამას უფრო მეტით გავსდი აქედან ჩვენ ამას გავსდით ამდენით ის 20%-ით მე და ბოლოს რომ ეს გახურდა ძალიან ეს პინგ-პონგის თამაში და რასაც იტყვიან იმაზე ამდენ ორჯერ მეცვის ეგეთი რაღაცა იყო ანუ ვინ გამოდის შენ წინააღმდეგ და რა არგუმენტებით გამოდის ამას აღარ აქვს მნიშვნელობა თუ წინააღმდეგ უკვე ყველა არის ისა deep state და გლობალური ომის პარტია და ამას არ აეშელება არ ვიცი მე ნიკო როდის იქნება ეს გენერალური ბრძოლა შერკინება ის რა მაგარი არის deep state შორის რაღაც წარმაგედონული ხედავ რომ პატარა მაგრამ ამაყი საქართველოს როდის გაანადგურებს ხო ესე ხელდაკრეფილი არ უნდა ვისხდეთო 2030 წლამდეო იმედი არისო გათავისუფლდებაო ევროკავშირიო ამ გავლენებისაგან ამ ღრმა ხო და მაგრამ ჩვენც უნდა ამას უნდა რაღაც მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა წინა გადაცემაში მაგაზე ვილაპარაკეთ მაგრამ ყველას არ მოეთხოვება რომ ყველა გადაცემა თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდეს და ასევე ყველას არ მოეთხოვება რომ იცოდეს რა არის deep state იმიტომ რომ deep state არ არის არსებობს, მაგრამ თან გააჩნია. მოკლედ deep state არის, როგორც ახლა ამბობენ, ნახევრად ან სრულად ან კონსპირაციის თეორია, რომელიც ამბობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა არის მართული რაღაცა სხვანაირი ინტერესების მიერ, რომელიც შეიძლება იყოს ზოგ ქვეყანაში, თქვა თურქეთში სამხედროები გამჯდარი იყვნენ, ზოგ ქვეყანაში, მაგალითად შეიძლება მექსიკაში იყოს კარტელების წარმომადგენლები და კორუფციული ბიუროკრატები. ამერიკის შემთხვევაში ვინ იგულისხმება ბოლომდე არ მესმის, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ და რომლის თანამდებობაზე ყოფნა არ არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ანუ არიან ტიპები, რომლებიც მომჯდრები არიან შიგნიდან სახელმწიფოს და ისე მართავენ თავიანთი საცეცებით. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ზოგ ქვეყანაში deep state-ზე შეიძლება ლაპარაკი, ანუ მართლა რომ წარმოიდგინო, რომ არის ადამიანი, რომელსაც არჩევნებში მაინდა-მაინც არ გაუმარჯვია. ისე ვამბობდი გადაკვირეთ და მე დასკვნა ყველამ თავისთვის გამოიტანოს მეთქი, ანუ არიან შეიძლება იყოს დაჯგუფება, რომელიც ზის რომელიღაცა ოფისში და შემდეგ თავის განაჩენს მოახსენებს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მე ამ გადაწყვეტილებას ყველგან შეიძლება იყოს გარდა საქართველოს. მაგრამ იგულისხმება, რომ deep state არ არის ისა ტრანსნაციონალური ორგანიზაცია, რომლებიც ერთმანეთს რამე არ იდეოლოგია რაღაცა აქვთ არ არის. ყველა ქვეყანას თავისი ან აქვს ან არ აქვს deep state, რომელსაც ებრძვის და როგორც წესი იგულისხმება, რომ ამ ქვეყნის შიგნით ოპერირებს და ქვეყნის ხელში ჩახდება უნდათ და არა სოფლიო ინტერესებისა. ეს ამათი know-how-ა ქართველების, იმიტომ რომ მანამდე ის არავინ არ ამბობს, რომ deep state-ს რაღაც როიკითხო რომ რა ჭირი უნდათ ვიღაც ვთქვათ ამერიკელ deep state-ers და გერმანელ deep state-ers ერთმანეთისგან თუ რა მასონებამდე არ მიხვედი ბჭყალებში მასონებამდე ან რა ილუმინატებამდე და მსოფლიოს რაღაც სხვანაირიმამდე უბრალოდ არაფერ ლოგიკას არ გონდებარება რა ამერიკის deep state-ს რა შეადარდებს საქართველოს ამერიკის deep state-ს ამერიკა ადარდებს თუმცა მე იმასაც რომ ვჯობენ ხოლმე რომ ზოგან ჩუმი ბიზნესმენები და ჩუმი ოლიგარქები არიან მომჯრები ქვეყანას და რომ ფიქრობ რანაირად ჩუმი აგერ ერთ ქვეყანაში გამოდის ძალიან დიდარი ადამიანი და სოციალურ მედიას ხელში ჩაიგდებს და მე როგორც უნდა ესე დაატრიალებს მეორე ქვეყანაში ხო აი ამ იმიდან მე მაინც ვიტყოდი რომ ეს პროპაგანდისტულად მოგონილი ბოდვიდან ხო რომ გამოვიდეს ადამიანი ხო მაინც არის მარტივი კითხვა უნდა დაუსვას თავს
რამე ნამდვილი პრობლემა არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში? აი შენ ან შენს მეზობელს ან შენს ნათესავს არ აქვს ნამდვილი პრობლემა რამე? აი ნამდვილი პრეტენზია რომელიც არ მოწონს ქვეყანაში, ხო? აი როგორ მიდის პოლიტიკური პროცესი, ან რა ხდება ეკონომიკაში, ან მართლმსაჯულებაში. ხო შეიძლება არ მოგწონს. რამე პრობლემა არ არსებობს, როგორ შეიძლება ყველაფერი გადაფაროს გლობალური ომის პარტიამ და ამ deep state-მა. არ შეიძლება რამე პოლიტიკური ორგანიზაცია გაჩნდეს, რომელსაც მართლა ექნება რაღაც პრეტენზია? ხო ყველაფრის ნიველირება ხდება. აი მარტივად რაც არ უნდა პრეტენზია გქონდეს, ყველაფერი მარტივად აიხსნება, აი ძირს გვითხრის deep state და გლობალური ომის პარტია. აი ახლა ისეთი უსამართლობა ერთი შეხედვით და აი ძალიან მარტივად რო ჩანს. ხო გაიზარდა პენსიები და გაიზარდა პარლამენტის წევრთა ხელფასები, ხო? აქ გაიზარდა 2.5-ჯერ სასტარტო თანხა რამდენი იყო პარლამენტის ხელფასი გქონდა? ხო, სადღაც 4.000 რაღაციდან გახდა 11-12.000 და ცალკეული წევრებისთვის 14.000. პენსია მოიმატა 35 ლარით უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის, ხო და გახდა სადღაც 500-მდე. მოდი ესე ვთქვათ 500-მდე, იქ ხო? აი ეს ახლა ხო ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს, ხო? აი ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს და ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ხო? იმას ახლა თავის მართლება გაუჭირდება. რა ხდება აქ ახლა ეს deep state-მა გაუჭალიჭა? აი ხო? აი დავსვათ ესეთი კითხვა. გლობალური ომის პარტიას აწყობდა ეს? ვერ გაუწიებს, ახლა რაღაცაში ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ყველაფერს ვერ გაწოდება ბატონი ბიძინა და მისი ასე თქო. მან არ მინდა რომ გამოვიდე ხა და მაგრამ მეორე მხრივ მომად აინაზე და თავს ხوار დავაცენზურე. კი. რამდენი პარლამენტარია და რამდენი პენსიონერია? ანუ მე არა დავამთავრება. ანუ მე მგონია რომ 4.000 ლარი პარლამენტარის გინდა ქართული ოცნების იყოს, გინდა ნაციონალური მოძრაობის და გინდა მომავლის ასოციაციის ცოტა არის პარლამენტარისთვის. არავინ ამბობს ბევრიაო. ხო, ანუ პენსიონერისაა ცოტა. პენსიონერის არის ცოტა. ხო და დავამთავრო აზრი. რატო იქცევი იმასავე? მე კი არა, აი ის არ მასვენებს იქიდან. deep state ხარ, ახლა იქ და რაც გეუბნებიან. ანუ ეხლა კი არა, ვაправებ მაგ გადაწყვეტილებას, მაგრამ რამდენი პარლამენტარია ნუ ის არის? 150 უნდა იყოს, მაგრამ de facto 150 პარლამენტარია და რამდენი არის პენსიონერი? ნუ ალბათ სადღაც 900.000-მდე 800 რაღაცა. ხარჯი რამდენით 2.5-ჯერ უნდა გაზრდილი იყო, 14 იყოს, რა იყოს. მე მგონია რომ წესი, ანუ არა აქვს მნიშვნელობა პარლამენტარს უნდა ქონდეს რაც 4.000 ლარზე მეტი ხელფასი. ეხლა ის რომ პარლამენტარებში ბევრი მილიონერია, რომელსაც საერთოდ არაფერში იმისთვის 14.000 იქნება თუ 20.000 იქნება, არაფერს არ წყვეტს, ეგ ცალკე ტკივილი არის. ის რომ არის ბევრი თან არაერთი რამდენიმე ხელფასი არის მნიშვნელოვანი. ხელფასი არის მნიშვნელოვანი, როგორც განაცხადი, იმიტომ რომ როგორც თავის დროზე რომ ვარდების რევოლუციის მერე მინისტრების და იმების ხელფასი გაათმაგდა და გაასმაგდა, რომ მანამდე 600 ლარი ქონდა თუ რაღაცა 800 ლარი მინისტრს. 800 ლარი რომ მინისტრს აქვს, მაგითი აცხადა რომ ეს ტიპი სხვანაირად შეავლობს ფულს. მიგიხდი შემომოხევი რითიც ახლა ნაწყლეტი. მაინც რატო? არა, მიგიხდი რა ლოგიკაც აქვს და გეთანხმები მაგ ლოგიკაში. იგულისხმება რომ პარლამენტარი რომ ხარ უნდა კონდეს დიდი ხელფასი, იმიტომ რომ არ იყოს სხვა გავლენების ქვეშ. ეხლა რამდენად მგონია რომ რომელიმე იმ პარლამენტარებიდან ვინმე სხვის გავლენის ქვეშ არა, უბრალოდ თეორიული მასალა. აი, მესმის, არის ლოგიკა, მაგრამ უყურე, ხო თანხმდებით, კი, პარლამენტარის ხელფასი, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი უნდა იყოს მაღალი. თანხმდებით ამაზე. მაგრამ ასევე ვთანხმდებით, რომ პენსიონერის პენსიაც უნდა იყოს ისეთი, რომ ღირსეულად ირჩინოს თავი და რაღაცნაირად აზრი ქონდეს იმ თანხის აღებას. მაგრამ ასევე ვერ თანხმდებით იმაზე, რომ ერთი არის გაცილებით უფრო მარტივი. არა, ხო და მივდივარ მან. გაუსამაგებ ხელფას არის სხვა ფული და 100.000-ობით თუ რამდენი პენსიონერია იმას რომ მოუმატებ თუნდაც რაღაცას ის სხვა ის არის. მესმის, არ არის მარტივი, მაგრამ ესენი ამბობენ რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური აღმავლობა ორრიცხვიანი ისა, ორნიშნიანი ზრდა ეკონომიკის და საერთოდ არც გრანტები გვჭირდება, არც დახმარება გვჭირდება და საერთოდ არავინ არაფერში არ გვჭირდება იმისთვის რომ ჩვენ გავაგრძელოთ ესეთი ფართე ნაბიჯით სიარული ეკონომიკური აღმავლობისკენ. ხო რაღაცნაირად ეწინააღმდეგება ამ მოცემულობას ის რომ პენსიონერები გყავს ამ დღეში. ახლა მეორე რამეს გეტყვი. მარტივია იქნება ბევრად უფრო და სამართლიანი იქნება რომ აი სახელფასო პოლიტიკა იყოს რაღაცნაირად ორგანიზებული და მათემატიკურად მოწესრიგებული. რისი თქმა მინდა? აი პენსია რაღაც თანხა იყოს აღებული ორიენტირად, მაგალითად X-ი 2X იყოს პენსია. ხო? 6X ან 10X იყოს პარლამენტარის ხელფასი.
და როდესაც იზრდება რაღაც კომპონენტი, ხო, პარლამენტარის ხელფასი იზრდება მაგალითად 50%-ით. შესაბამისად იზრდებოდეს ყველა რგოლის ის, ხო, რაღაცნაირად ბიუჯეტიდან თუ ფინანსდება შემწეობა, ხელფასია, თუ რა პენსია, თუ რაღაცა, ერთმანეთთან იყოს ჩაბმული. ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა. მე ვიცი რომ აი მაგალითად შეიძლება რაღაც სახელმწიფო უწყებაში, რომელიღაც დეპარტამენტში რჩეველი თუ რაღაცას ჰქონდეს 5000 ხელფასი, ვიღაცას ჰქონდეს სხვა უწყებაში 10000. ესეც უსამართლობაა. რაღაც საერთო ერთიანი სისტემა უნდა იყოს. სამართლიანად და კარგად მოწყობილ და დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც უკავშირი არის და არჩეული პოლიტიკოსები და დანიშნული პოლიტიკოსები პასუხს აგებენ ხალხთან და იქ ბევრად უკეთესადაა მოწყობილი. ჩამოთვლილი იყო. აი ხშირად მოყავთ ნეგატიურ მაგალითად, ესე უკრაინა ხო საერთოდ არაფრად არ მიაჩნია და ბალტიის ქვეყნებზე იმ სამ ქვეყანაზე ამობენ, რომ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი აქვს და ასე შემდეგ. ერთი ეკონომიკა ჩვენზე დიდი აქვს. სახელფასო პოლიტიკა და ხელფასების და პენსიების კავშირი უფრო ის არის ცხადი და ლოგიკური არის, იქ მოყვანილი იყო რამდენჯერ მეტი არის დეპუტატის ხელფასი მაგალითად ლიეტუველი პენსიონერის პენსიაზე და არის იქ 4-5 მეტი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში როგორც არის არა სიტყვაზე 20 ჯერ და 15 ჯერ და უფრო მეტჯერ, ხო? სიტყვაზე 35 ლარით როზდი პენსიას, ეს არის დღეში 1 ლარი, ხო? ნუ ეს საერთოდ ის არის, ამან შეიძლება უფრო ნეგატიური რეაქცია გამოიწვიეს საერთოდ, ეს არაფერი არ არის. მესმის რომ გაცილებით მეტი პენსიონერია ვიდრე დეპუტატია, მაგრამ როცა ამბობ რომ მე ესეთი ვარ და აი 12 წელი ქვეყანას მართავ და მიმყავს იმ ნათელი იმისკენ, კომუნიზმისკენ, ხო? მე შენს იმას არ ვეთანხმები, მაინც კაცო? არა, პრინციპს ვეთანხმები, მეთოდს არ ვეთანხმები, რომელიც მოვიფიქრე, მაგის განხილვას აზრი არ აქვს, მაგრამ ზოგადად სულისკვეთებას ვეთანხმები იმაში, რომ უნდა იყოს მეტი გამჭვირვალობა, მეტი წინასწარ განზრახულობა, იმასთან დაკავშირებით თუ რა როგორ არის თქვა სახელმწიფო პოლიტიკა იქნება თუ რაში არის ფული ჩადებული. ჩემი ერთ-ერთი ტკივილი, რომელიც ასევე მე თვითონ პირადად არ მქონია შეხება, მაგრამ ჩვენთან გამოქვეყნებული სტატიებიდან ვიცი, არის სოცმუშაკების პრობლემა, რომელსაც ყოველ ჯერზე, როდესაც რეგიონში ბავშვს მშობლები ცუდად ექცევიან და მე გაირკვევა რომ ნახე თურმე საცხოვრობ და პირველი ჯოხი ტყდება სოციალურ მუშაკზე, რომელსაც ხელფასი აქვს 23 ლარი თვეში და რომელსაც აქვს 120 პრობლემური ოჯახი, თუ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ იქნა, როგორ შეიძლება ეგრე იყოს? თუ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ იქნა. ხო და უნდა იყოს ეგ ფორმულა უნდა არსებობდეს. იმ პოზიციაზე ხო არ შეიძლება ეგეთი ხელფასი იყოს. ხო, მარტო ხელფასი არ არის, მანდ არის რომ დატვირთვა რამდენი აქვს ტრენინგი როგორი მიღებული აქვს. და ხანდახან ბოდიშნიკო ხშირად არის ხოლმე, მე თვითონ მაქვს გადაღებული წლების წინ, ნუ ეს ხალი თვითონ არა, მაგრამ მაგ ხალისგან ვიცი მონაყოლი, რომ თვითონ სოცმუშაკები ზღვარზე არიან, აი ამ რაღაცა სოციალური დაუცველობის. კი, ზუსტად, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პირობებში. და სულ მე მოეთხოვება პასუხი, რომ თქვა რაღაც ბაბუამ შვილიშვილს რაღაც საშინელება გაუკეთა, სად იყო ამ დროს სოცმუშაკი და სად იყო და სოფელ დადიოდა, მიდიოდა და თან მაინდა-მაინც ისიც არა აქვს რამის უფლება ამოსილება, რომ რაღაცა გააკეთოს. ის რომ თუ მე იქ ვინმეს რამე დაემართება, მაგის იბრალია. სასწრაფოდ შეიძლება დაიჭირონ ან რაღაც იყოს, რომ აი ნახე ამ სოცმუშაკმა ვერ მიხედა, რომელსაც რა უნდა მიეხედა, ნუ მარტო იმაზე არა რომ ფული არ ქონდა თუ რაღაცა. იყო რომ რა უნდა ექნა. ვისთვის რა უნდა, აი რაღაცა ხშირად არის ხოლმე პრობლემები. ხშირად ლაპარაკობენ ღირსებაზე და აი სხვა აბა სად ჩანს, ესე იგი სახელმწიფოს რა შეუძლია გაუკეთოს რიგით მოქალაქეს, რიგით კი არა, სახელმწიფოს ხერხემალს მოქალაქეს თუ არა ხელფასი, თუ არა პენსია ღირსეული დაუნიშნოს, ხო? თან ხო გეუბნები, თვითონ არ ამბობს იმას, რომ რაღაცნაირად შეფერხებები აქვს ან ეკონომიკურ ზრდაში, ან ინვესტიციების მოზიდვაში, განიცდის აღმავლობას ყველას ამას რა ქვია ამას ნიშნის მოგებით ველაპარაკებით, რომ ყველას აქვს კატასტროფა და ჩვენ გვაქვს ეკონომიკური აღმავლობა და ამ დროს, როდესაც თავის ხელფასის გაზრდაზე მიდის ლაპარაკი, იქ ჯერებზია ლაპარაკი, ხო? 2.5-ჯერ, 250%-ია ლაპარაკი და თან სასტარტო რიცხვიც არის უკვე 10ჯერ და უფრო მეტჯერ. დიდი და აქ მიდის იმაზე 0 რაღაცაზე ხო 5%-ზე 10%-ზე დასდე. ხო ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა. წარმოუდგენელი უსამართლობა. ხო, ესეთი მეც გეთანხმები, მაგრამ მე ხო ეს საიდან დავიწყეთ ესა? ეს იმდენად ისეთი აშკარა ის არის უსამართლობა არის რომ ხოლოდ deep state და გლობალური ომის პარტიას თუ შევტენით, აი სხვას ვერ აქვს და ასე ტენიან ყველაფერს მე მგონი რა ჩემო ნიკო. ნიკო, რისი კითხვა მინდა?
შენ ადრე მე მახსოვს რომ ფართედ აშუქებდი კულტურულ მოვლენებს და მათ შორის საახალწლო კონცერტებს იმებს წელს რამე სიახლეები იყო სადმე კონცერტი ქონდა ვიღაცას ან ტელევიზიაში ან რამე ახალი ალბომი ჩაიწერა ან რაღაც ახალი რომლის სალამიკო იტყვის აღნიშნა ღირდა აღმოჩენას გავაკეთებ მეც მთელი ახალგაზრდა ჩემს მოდებულზე არ მთელი ახალი წელი ვიყავ მეც ქვემოთ ჩასული და გადაღებას რომ მორჩი მე მეგობრებიც იყვნენ და ჩავისეირნე რომ ენახა და ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელზე იყო ჩემი აი რაზეც კი წარმომიდგენია რომ ამბობდნენ underground გართობა როგორი იყო კლუბები აი პირდაპირ თუ გადატანით მნიშვნელობით საოცარი წვეულება იყო ერთი ეგ გამოვარჩიე ყველა იმ სიკეთესთან ერთად რაც ხდებოდა დაუშვათ გარეთ მაგრამ ეგ მართლა აი მახსოვს რომ აი ვიღაცები რო ყვებოდნენ რომ 90-იანებში ესე 90-იანების რომანტიზირებას კი არ ვახდენდით ჩემ თავში მაგრამ სულ წარმომედგინა როგორი შეიძლება და ყოფილიყო რა და აი ზუსტად ეგეთი გარემოც ხო იცი მიწისქვეშა გადასასვლელი როგორი არის არაკეთი მოწყობილი და მუსიკაც ეგეთი იყო რა საოცარი და თან შენი ბაბლის წევრებთან ერთად რაღაცა ყველა მაგას ამბობდა იყავი შენც მან არ ვიცი არა მან და შევსულ არ და ერთი ჯიმის რო უპასუხო ეხანდელი ახალი წელი კულტურა და ახალი წელი გამოირჩევა და იმავე შინაგანი წინააღმდეგობით რომელიც დასაწყისში ახსენე შენ ანუ ის რომ ერთი მხრივ წერდნენ რომ აი თქვა რა გეკეიფებათ როცა 40 მოკლედ რა ათეულობით ადამიანი ციხეში არიან რაღაცა ვიდრე ჯებირის აზიანებისთვის იქ ჩასვეს შენ აქ იმღერო ეგრე სად არის მეორე მხრივ აქეთ მეორე მხარეს ხალხი პროტესტის იმღერა ან პროტესტის ერთია და მეორე ახალი წელია და მესმის რომ შეიძლება იმაზე გული შემტკიოდეს მაგრამ 15 წუთი მაწალე და მე დაუბრუნდები ისე იმას ანუ ბევრი სხვადასხვა ის იყო ჩემი ის არა მაქვს მან პოზიცია მაგრამ ამ ახალი წლის აღნიშვნა ზოგადად ეს წითელ ზოლად დაძდევდა შინაგანი წინააღმდეგობა რომ ერთი მხრივ არ უხარია თვითონ არტისტს მეორე მხრივ რაღაცა ხანდახან იქნება მეც გავაკეთო არაერთი პროტესტის სიმღერა დაიწერა ნასტასია მეუბნებოდა რომ ზოგი ხა მე თვითონ ნახე ზოგი ნასტასია გავამიგზავნა რომ ხო პოდკასტთან რაღაცა სხვა არ გააკეთებ და მე მოусმინე და მივხვდი რომ ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ უბრალოდ სიმღერებს თუ გაუშვებ თორე ხალ კარგიანობაზე ვერალ ზოგი კაია ზოგი არ არის კარგი მაგრამ მარტო მუსიკა და სიმღერა ხო არ არის ანუ არის რომ რაღაცას დროის გამოხატულებაა ვერ ჩამოვაყალიბებ ამასაც მაგრამ მივხვდი რომ ავკარგიანობის განხილვა არ მინდოდა რომ ეს ნახე უკეთესად მუშაობს ეს უარესად მუშაობს არის რომ არის რა მაღაზია არის ძირითადად აი კულტურული ცხოვრება სადაც ახალი რაღაცა თუ შეიქმნა აი ამ აქციების და იმის თუ გამოძახილი არ არის პირდაპირ ის მაინც არის ფონი ყოველთვის არის მაგრამ მუსიკოსებზე ვიდეო ხო შენ გააკეთე თუ არა ახალ წელს რომ ღერო არა, იქ ახალ წელს ბევრი მუსიკოსი მღეროდა. ერთგან იყო დამოუკიდებელ მუსიკოსთა პროფკავშირების ორგანიზებული საყვარელი პატარა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან პარალელურად იქით იყო შენ სადაც იყავი მიწისქვეშაში რაც კლუბი იყო მოწყობილი სადღაც გაივლიდი ალილოს მღეროდნენ იქით გაივლიდი კიდე ვიღაცები მღეროდნენ ის იყო რა ზოგი თვითორგანიზებული ზოგი ვიღაცის მოწყობილი იყო მაგრამ საახალწლო კონცერტი იყო საღალზე იყო დანარჩენი იყო რომ რაღაცა რაც გაუშვეს იმათ პრეზიდენტის ყოფილი სასახლის წინ ჩაწერილი აი თავს არ მიუსაჯერო მე ნახარს გადავიდე გადმორთე და ისედაც ხო აი უყურე აი ეგ კონცერტი და მსგავსი რაღაცეები ხო ეს მე ვფიქრობ რომ აი ძალიან ეგეთი მნიშვნელოვანი ტენდენციის მაჩვენებელი არის აი ეს რაღაცნაირად ეს რასაც სუვერენიტეტად გვასაღებენ და სინამდვილეში არის იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, აი დროში გაწელილი ეს რას მოიტანს, რა უბედურებას მოიტანს, ამის კონტურები და ამის ნათელი სურათი ჩანს, რაც დაემართა რუსეთს. აი მე ვთარგმნე ესეთი ის არის ევგენი დობრენკო, არის პროფესორი ვენეციის უნივერსიტეტის აი ტოტალიტარიზმის, სტალინიზმის კულტურების მკვლევარი, ხო? აი მაგას აქვს ძალიან მაგი, აი ესეთი თუ ჩვენ საიტზე შევლენ, ხო, ესე ქვია კულტურა 3, როგორია ახალი რუსული ნორმალურობა. აი რა დაემართა რუსულ კულტურას, გაანალიზებული აქვს მთელი მე-20 საუკუნე და აი ეს პუტინის რუსეთი. რომელსაც მე ჩავერევი და ხა თვითონ ჯიმი ხო არის, ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო არის და აი შემაძრწუნებელი არის აი ამ გამოშიგნულობას, ამ სიცარიელეს, აი ეს ახალი ნორმალურობა, რაც მიიღეს, ხო? აი რაღაცნაირად აი ეს ჩრდილი გვეცემა ჩვენს და თუ აი ამ ჩიხიდან რომელშიც ახლა ჩვენ ვართ უკვე რამოდენიმე წელია და ვერც წინ მივდივართ და ვერც უკან ბრუნდებით თუ აქედან არ გამოვედით დაგვემართება ეს
რომ აი სრულიად ესე იგი სიცარიელე აი რაღაცნაირად აი ვისაც აი შეთქმულების თეორიები ჯერა აი იქ ეს ამბობს რომ აი სპორტულებში ჩაცმული ბიძაკაცები აი ეს რომ დადიან კუჭაში და ჟეკები ადრე საბჭოთა იმებს ვისაც ახსოვთ და კავშირი სახმართველობები აი ეს ესეთი დამაქალები სახმართველები და ესე აი იმათი კულტურას ქმნის არაფერს ღირებულს ვერ ქმნის ეს არის აი ხო გეუბნები სრულიად გამოშიგნა შინაარსისგან დაცლა ხო აი ამ იზოლაციას და აი ამ ტიპის სახელმწიფოებთან მეგობრობას და ნიმუშებად აღებას ხო ახლა აი ამ წერილს თუ წაიკითხავთ ამ ჩვენი პოლიტბიუროსი ხო არის მილიონჯერ ნახსენები დასავლეთი ნეგატიურ კონტექსტში და არც ერთხელ რუსეთი თითქოს იქიდან იქ რაღაც აი უკრაინის კონტექსტშიც კი ესე იგი ხო დასავლეთი არის დადანაშაულებული და ეს რაღაც ბრალეულობა მოხსნილი აქვს რუსებს რუსეთი თითქოს აი რეაგირებს რაღაც დასავლეთის ამ ნეგატიურ ქმედებებზე ხო და აი ჩვენ ვისთანაც მეგობრობთ ხო ბოლოს იმას ვემსგავსებით ხო და ვემსგავსეთ უკან ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ რასაც თვითონ ხელისუფლების სამართლიანი ხმამაღლები ძალიან ძალიან საინტერესო სტატიაა და კიდევ ერთხელ კულტურა სამირო ჩაწერა ამოვა სკრინი აქ ეკრანზე და ამოვა სკრინი მე გავარც რა ვიცი კიდე ხო აი ამ ოპტიმისტურ რა გითხრათ არა რაღაცას ამბობდი რომ დავემსგავსეთ არა რიტორიკითაც რა მას შემდეგ რაც დაიწყო რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მართალია მალევე და ძალიან ესე შეიცვალა საქართველოს ოფიციალური რიტორიკა თუ ოფიციალური საქართველოს რიტორიკა მაგრამ მაინც თვეები დასჭირდა ვიდრე ნორმალიზებული გახდებოდა თქვა ზელენსკის ესე ლანძღვარო უკრაინელები მე ზევიდან ქვევით ჯონავს ხოლმე იმიტომ რომ მე არიან რომ აბა კლოუნი ზელენსკი თუ მოგწონს რა გააკეთა თუ მე გიჩნდება შეკითხვა რომ რა გააკეთა რუსეთს დაესხა თავს თუ პირიქით იყო ისე ადვილად აბრალებენ უკრაინას რომ უკრაინას თავს დაესხა რუსეთი თავიდან ვერ აიცილა თუ რა თავიდან ვერ აიცილა ტიპები მოვიდნენ ტანკებით და ეხლა უნდა დაგამხოთო მივიდნენ მაგაზე კარგად თქვა მგონი ირინა სარიშვილმა თქვა რომ იქ პუტინი უკრაინაში შეიწრავდა ღარიბაშვილი აქ დანებდა ხო ეგეთი ის იყო ხო ღარიბაშვილმა ყველაზე მეტად იჩქარა მაგრამ აი ჩვეულებრივი რიგითი ოცნების ხარდაჭერები მახსოვს რომ იქ ის უკრაინის დროშები და ის უკრაინის ის ხო ის სახელმწიფო სიმბოლოები ჰქონდათ იმას კავერზე დაყენებული და რაღაცა და მე ნელ-ნელა შეიცვალენ და ხა ტროლები რასაც წერენ ტროლების ანალიზი უფრო მნიშვნელოვანი არის ის ვიღაც პოლიტიკოსი ან მხარდაჭერი ღიად ის ნიღბავს ხო უფრო და ტროლი ღიად წერს ხო და აი ის რო სიტყვაზე როგორ პირველი დოკუმენტი აი მაგალითად სულ არამომდის მეხსიერებიდან ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში ხო და კომენტარი იყო ესეთი რომელიღაც წერდა ტროლი ესეთ რაღაცას რომ აი ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირები და ის და აი ეს უკრაინელები კიდე აქ ჩვენთან ისვენებენ და გულაობენ და ესა და აქ არის მართლა გმირი ხალხი მართლა ნაწამები სვერპლი ნახე 1100 კილომეტრზე უჭირავს ფრონტის ხაზი აი ჩვენ ახლა როგორია ომი არის და მხარეები ცდილობენ შემო 1000 დაღუპული ყავთ დღეში ეღუპებათ ყველა გასაგებია თავის შინაურს თავის იმას დაწინა ქვეყანა რამხელა იმას წინააღმდეგობას ვინ იფიქრებდა რომ აი ამ ხელა მოსწორ ქვეყანა 3 წლის განმავლობაში შეაკავებდა თავისის მოდი ასე ვთქვათ რა ახლა ჩვენ გვითხრევენ იგონებენ ხო მარტო ომობს ხო მარტო ომობს მოხალისეები ეხმარებიან ვერთმა ყველას გაუმარჯოს მაგრამ ერთი ქვეყანა აკავებს ხო ყველგან არიან ისინიც დეზერტირებიც ესეთებიც ისეთებიც ხო ეს ტროლები ვინ არიან კაი ტიპები არიან გინდა შენიანი რომ ეგეთი ტროლი იყოს ხო და ეგეც ხო პროპაგანდის ნაწილია ხავს გადაღებული მე თვითონ უამრავ მithumetes პირველი ნაკადები რო ჩამოდიოდა ზოგს ხელი არ ქონდა ზოგს ფეხი არ ქონდა ზოგს პატარა ბავშვებით გამოქცეულები ქმრები იყავდა ზოგს ამ ეგ რომც იყოს ვიღაც დეზერტირი და გაქცეული სადღაც შეიძლება ეხა რა ერთი მაგათ სიმართლის მან შეცდომას ესეც უშუალოდ ხოლმე არის რომ ვიღაცას ეკამათები რომელსაც არა კამათით არ ეკამათები მაგრამ მან არის დისკურსი ეგეთი რომელიც თავიდანვე მე ხალხი მაგას ლაპარაკობს რომ ეგ რუსების ბარში ვიყავი და კაც უკრაინელები სულ იგდადიან და ერთმანეთში დალაგებულები არიან ჩვენ რაზე გავიგიჟოთ თავი როცა იმას არ აქცევ ყურადღებას რომ დალაგებულები არ არიან და ყოველდღე უამრავი ადამიანი კვდება და ასევე იმიტომ რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას იმიტომ რომ
რატო არავინ არ იცის. ხო, უცბად ტიპს მოუნდა დვიჟუხა და დაესხა. ხო, ამბობს რა, ტიპი რა, ხო, არადეკვატური. უკვე როგორც ჩანს, აი პირველ იმას 22 წლის ბოლოს, 23 წლის დასაწყისში, ხო, უფრო რთულად ჰქონდა საქმე. სანამ ქვეყანას გადააწყობდა ამ ომის ეკონომიკაზე და ომზე და ხალხიც ამ იმას შეეჩვეოდა სისხლს და იმას და ახლა უკვე თავდაჯერებული არის და თავს აძლევს უფლებას ილაპარაკოს რაღაც სრულიად სიგიჟეები პუტინზე. რომელსაც აქ იმეორებენ, მივხვდი იგივე აქ ჩვენთან ამბობენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ღიად რომ აბა დასავლეთმა უკრაინას რაც დამართა, რაც თავიდან რო ღარიბაშვილმა თქვა ჩაეკითხნენ რამდენჯერმე რომ ღარიბაშვილი იყო ხო ნატოზე კი, ღარიბაშვილი იყო. ხო და ეხლა სრულიად ჩვეულებრივი ყოველდღიური ლექსიკის ნაწილია, ეგ რომ აბა დასავლეთი გლობალური ომის პარტია და ეგენი მაგად დამართეს უკრაინას, რომელიც არის რაღაცეები, რაც არის ესე მოხდა და ისე მოხდა. ანუ შავი და თეთრი კი არ რომ შეხედავ და რომ დაიწყებ ლაპარაკი რომ დასავლეთმა გამოიწვია ომი, არის აბსოლუტურად 0-დან 100-მდე არის 0 სიმართლე. ხო, ახლა არის ზოგ შემთხვევაში სადაც იწვი რომ ავღანეთში ხო წააქეზა ვიღა, რაღაც სხვა დროს რაღაცა იმას. აქ ვირა წააქეზა კაცო. აქ ის იყო ახლა არგუმენტად ეს აქვს რომ აი ეს ტრამპის ბოლო ამ ბრიფინგზე რო თქვა რომ აი ეს ნატოში ინტეგრაცია უკრაინის ეს დაპირება იყო შეცდომა ამან ესე პუტინმა აღიქვა ეს რომ აი ჩემ სამეზობლოში გაჩნდა ახალი ძალა და თავს დაესხა და ამას ჩაიბღაუჭენ, მაგრამ მაგას უფრო შორს მიმავალი ფესვები აქვს, აი ეს ბუდაპეშტის მემორანდუმი, ხო? უკრაინას გარანტია მიცა შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმაც, საფრანგეთმაც, რომ მისი უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა ყოფილიყო დაცული და მან ტრამპმა რა თქვა ესეთი რა ამ 4 წლის განმავლობაში არც უკრაინაში ელოდა ვინმე რომ ნატოში მიიღებდა და არც იყო რეალისტური. 4 წლის მერე თუ 5 წლის მერე როცა სხვა რა მოცემულობა იქნება მსოფლიოში, ვინ იქნება, სად იქნება, არავინ არ ვიცით. შევხედოთ და ამ ხიარულ ნოტაზე რომ ვამთავრებდით, ნახე, შემდეგ კიდე 1-15 წუთი ჩაიწერა და შენ იყავი თავიდან რომ ახლა ახალწლოდ მალე ვიტყვით ყველაფერს და გავაგრძელებთ საციუში ყანწით საციუების მას. ყანწი რომ მოვდიოდი აქ ნიკო გამოვიარე მშრალხიძე და იქ ესეთი ყანწ ტენი და იმას ტურისტებს და ესეთი ლოგიკით რომ შეგიძლიათ დალიოთ დიდი იყო ხო მაგრამ ეს არის აი ხვავრიელობის რქასა შეგიძლია კედელზე ჩამოკიდოთ შარდენის ქუჩას რო გამოვლიქ საერთოდ ის არის ძველი ქანდაკება ყანწი უჭირავს ხელში აღარ გინახი იქ გადავიღოთ ფოტოები ხო დამთავრდა თქვა იმიტომ რომ მე თავს სუდად გძნობ ხოლმე რომ მე ვარ ის ადამიანი რომელიც ხა დავამთავრეთ 1 საათი გამოგვივიდა დაახლოებით ჩვენი კარგად ხალხო ერთი კვირით გემშვიდობებით ერთი კვირი და კომენტარები დაგვიწერეთ ამაზე რაღაცა თქვენი მოსაზრება რამესთან დაკავშირებით რაც ვილაპარაკეთ like share and subscribe